მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ეს არის ზუსტად ის ვიდეო, რომელზეც გეუბნებოდი წინა სერიაში. ეს სერია არის ბომბა სერია, ძალიან დიდხნიანი, რადგან დღეს ჩვენ უნდა ვითამაშოთ ძალიან ბევრი თამაში. ევროპა ლიგა, შემდეგ ვესტ ჰემი, არსენალი, ბეშიქტაში, ბრენტფორდი, ბორნმუთი. ესე იგი ეს თამაშები კი არის 1 2 3 4 5 6 თამაში თამაშობთ დღეს და ძალიან დიდხნიანი გამოვა ეს ეპიზოდიც. მოკლედ წინა სერიაში ვამბობდით რომ დავაბრუნოთ თუ არა რამოსი გუნდში. მეგობრებო, სამწუხაროდ ვერ დავაბრუნებთ რამოს ჩვენს გუნდში, რადგან ძალიან ბევრი ცველი ყავს და რამოსზე უკეთესები არიან, მაგალითად მათი სტრილეხტი, ლისანდრო მარტინეზი და შემდეგ რა. და ამიტომ სამწუხაროდ რამოს ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ დღეს ძალიან მაგარი ვიდეო გელოდებათ. პირველ თამაში ბოდოსთან რაღაც ვისი გუნდია, არ ვიცი, ნორვეგიის გუნდია, ნორვეგიული გუნდია. National team players ყავთ რამოდენიმე თურმე ახლა უყურებდი და ყავთ სხვადასხვა მგონი პატრიკ ბერგიც ყავთ. კაი, მოკლედ ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმე ის არის რომ ვითამაშოთ მატჩები, მოვიგოთ ბევრი რამ ევროპა ლიგა, პრემიერ ლიგა და ასე შემდეგ. მოკლედ დავიწყოთ, მგონი ეგრევე ჯობია. გამოდით მეგობრებო, ევროპა ლიგა ლიგის სტეიჯი ბოდოსთან. სადმაზრაული შეწოდება რონალდო. წართვის რონალდო, მაგრამ არ აუჩავს. ხუჩა არის დაარტყავს გაიტანს. ხუჩი ყვარცხია მაიღო, ბუჩი დაარტყა და გაიტანა გოლი. 1-0 უკვე. პირველ ტაიმში ვიგებთ. წესით დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ ეს თამაში. აკამადი, რონალდო და უკვე 2-0 გახდა ანგარიში. არ არის ახლა ეს ცოტა სუსტი გუნდი არ არის, რა თქმა უნდა. ძლიერი გუნდიც არ არის, საშუალო რა. ჩვენც შეგვიძლია რამოდენიმე ფეხბურთელის თამაშობები ყავს ბოდოს, მაგალითად ლინდელოფი, კაში ბაიენდენი, ასე შემდეგ. ფედერიკო პიეზა, შეხვედრით სხვადასხვა გავხედებით, რაცა ვეღარ დავატოვე კარში, მაგრამ აქ მათი დელიხტი გაჭირდება. აი რატო ვამბობ, რომ ამოს სჯობია მათი დელიხტი. როდესაც კარგია, როდესაც არტნეს ბლოკავს დარტყმას და გოლსაც ჩვეულებრივ იტანს. აქ პირველივე თამაში ხუჩამ გაიტანა ამ სერიაში, რა თქმა უნდა. ხუჩა სულ იტანს, სულ. აქ მიცემი თქმენა. კარგად თამაში აქ მოსარმაზრაუნი და ფედერიკო პიეზა. ხო, რატო ვამბობ, რომ დღეს გვექნება ძალიან ბომბა ვიდეო. იმიტომ რომ აი მაგალითად ბოდო ახლა ევროპა ლიგას თამაში გქონდა, ვესტ ჰემი რა თქმა უნდა კარგი გუნდია. შემდეგ ნახევარფინალი კი არა და კვარტერფინალი, როგორ არის ინგლისურად? იგია და ქართულად. მოკლედ ნახევარფინალი, მეოთხედფინალი. შემდეგი ბეშიქტაში, ბრენტფორდი და ბორნმუთი. ძალიან კაი გუნდია ესეც ბორნმუთი. ვერ ვამბობ ამ გუნდის სახელს, ბორნმუთი. კაი ხო. შემდეგი თამაში კი არის ვესტ ჰემი იუნაიტედი. ყველა ხოცე, რონალდო და ხუჩი კვარაცხელია. ვერ შეძლებენ თამაშს, მაგრამ ეს ვიზამთ. ლენიოროდ წინა სერიაში ლენიოროს სამწუხაროდ დაგვეტრაუმა. აქ უკვე მეორე თამაში გვექნება ვესტ ჰემთან. მოკლედ
ამოიწერეთ არხი. აი, სულ დამავიწყდა რომ მეთქვა რომ გამოიწერეთ არხი. აქ ცოტა კი არა ეს შტანგას ხარიხას. აქ შესაძლებელი უნდა გქონდეს მეგობრებო ეს თამაში მოსაგებია ნამდვილად. თუ ეს თამაში თუ რომელიმე თამაში წავაგეთ სანამ მასტერში შეხვდებით Manchester City. ხალხი გადავა პირველ ადგილას. გოლი არ გესულა. კაცობრიობით სტუდია. აქ პირველივე შანსი ეს არის კაზემირომ. ძალიან კაი გოლი გაიტანა კაზემირომ. და კაი სიტყვის გავატარეთ გოლი გასახდელში. აქ შემოვი შეტი მოგვა ხუჩა კი არა ბარხუიზელი გოდიშით. და კარგა ბურთი და კარგა. მაგრამ არ აუჩეს. რა თქმა უნდა ეს ფეხბურთელი გასაძლიერებელი ყომსა უნდა გაძლიერდეს კიდევ ბოლოს და ბოლოს Manchester United-ში თამაშობს თან გრანდული კლუბია. Manchester United-ი ძალიან მოსაწყენი თამაშია. 1-0 ვიგებთ. ეს ახლა უნდა ვიგებთ სადღაც 2-0 აქ დასაოცარი გოლი გაიტანა. მოკლედ მეგობრებო ვაგრძელებთ ის თამაში სკოტშერის. მოსაწყენი გამოდგა, მაგრამ მოვიგეთ 2-0. შემდეგი თამაში გვაქვს მეგობრებო არსენალთან უკვე. ხო, მოკლედ. ვაგრძელებთ ხუჩას. თამაშობს კი არა. თამაშობს ეს ძალიან რთული მატჩი კია. მოკლედ მეგობრებო ეს თამაში კი არ რთული, მაგრამ ჩვენთვის არაფერი არ რთული. შეუძლებელი. ამიტომ წავედით თამაშით არსენალთან. აქ არსენალს აქვს შანსი და გამიტანოს. კარაბაო კი არ უნდა წავაგოთ. კარგად თამაშია ტოროსარდმა. ერთი თვით ვაგებთ შანსიც არ გქონია. აქ პირველი შანსი მეგობრებო. ეს აქ ვერას დროს ვიტან გოლს. მაგრამ დავიტანეთ გოლ კრისტიანო რონალდო. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ახლა ეს რომ მოვიგოთ. არა ბიჭო არა ამ თამაშს არ წავაგოთ მეგობრებო. შანსი არა ეს თამაში რომ წავაგოთ. მოვიგებთ. აი 3-3 მაინც გავხდით და მოვიგებთ. შანსი მეგობრებო. ხო. კაია. გოლ. ერთი შანსიც. აი just one moment. კაია. გადა. კაი ბიჭი. მიდი არა. ხო. არა. წავაგეთ. მაგრამ არ აუშავს ნამდვილად აქ. ძალიან ცუდი თამაში და ამავდროულად მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ, მაგრამ არ აუშავს. ჩვენ Manchester-ი ვართ, ჩვენიც გუნდი ვართ, რომ ყველაფერს იგებს კარაბაო კაპის მაგივრად. შემდეგი თამაში უკვე ბეშიქტაში. ესეთი გუნდი არის და საფრთხილო.
არის ეს ხელიანად მოიგონე, მაგრამ ნუ ესეა. შემდეგ თამაში ბეშიქტაში და მოდი დავიწყოთ. ჯერ არაფერი არ არის. აცაბუთი კარს კილიცკოი. ასე გვაქვს. Mission Mount. სარტაფერდა პრანტ. მეგობრებო. დავიწყე და შეიძლება უნდა მეთქვა. გვიანია, მაგრამ ეს არის მეხუთე ეპიზოდი. აქ ძალიან ზალავაგრა კაი გული გაიტანა, მაგარი გული გაიტანა უბრალოდ ხა. კრისტიანო რონალდო. ენა კი ამებია, მაგრამ Ronaldo, ვაიმე რა გოლი. საგოლი ხარ კრისტიანო რონალდოს. ევროპა ლიგას ხომაინც მოვიგებთ. ვიზელებთ შეესაბამება ბეშიქტაში. ვიღა მოიყოლა. მოკლედ მეგობრებო ვაგრძელებთ ჩვენ. მოკლედ ახლა ესეთი სამოქ რა ქვია. თუ ახლა რონალდომ გაიტანა ეს ვიდეო უნდა ისა არხი უნდა გამოიწეროთ და რა თქმა უნდა ვიდეო უნდა დაალაიქოთ. თუ გინდა ვიდეო არ დაალაიქეთ და მარტო არხი გამოიწერეთ. თუ ეს ჯარიმა გავიტანეთ. ვერ გავიტანეთ, მაგრამ შეგიძლიათ მაინც გამოიწეროთ არხი. 3 თვე მოვიგეთ. და პირველ ადგილას გავართ აქ. ვინ შეიძლება გავარდეს? ტრაბზონსპორი, სხვათა შორის ერთი ქულა აქვს, მე 15. დაგვრჩა უკვე სერიაში 4 თამაში, მოკლედ. ესეთ რაღაცა გავაკეთოთ. კიდევ იმას ვქნათ, დავამატოთ 2 თამაში, ეს არის რიჯიკა ჩელსი და 4 თამაში დაგვრჩა, მეგობრებო, ჩვენ ახლა სულ ყველა ვდგავართ დალოტი შეტევაში. ძალიან სასიხარულო ამბავია, ამიტომ დავიწყოთ პრეზენტ ფორთან. მოკლედ რიჯიკასთან ალბათ გამოვტოვებ თამაშს. აქ გოლი ობინეინუ გაიტანა გოლი და გაიტანა მანჩესტერ იუნაიტედის კარიერაში პირველი გოლი. რა კაი ბუთი ამიღო. ხუჩა. საკუთარ პასში არ გავიდა. მაგრამ ერთი თვით ვიგებთ. რა კაი ჩაწოდებ. ხალხმა წაიკითხა, რასაც ვაკეთებდი. მაგრამ არავის პირველი ტაიმი დასრულდა 1-0. ეს მოსაწყენი თამაშია. ამიტომ ჩვენ გამოვტოვოთ. ახლა ბალ იყოს. ამადი სამწუხაროდ აი მეორე ფეხბურთი იყო. მეორე ფეხბურთი მოგე ტრავმა მიიღო. კიეზა. აი არ ყავს კიეზა. შემოვიდეს. გარნაჩო. სიევსაკი დალოტი. აი ეს გავაგზავნეთ. ძალიან კაი გოლი იყო. რასაც ქვია პენალტს შეაგორებენ და შეაგორებენ. გადავჭით. სრულდება უკვე თამაშიც. კარნაჩო ალეხანდრო.
ესეც მოსაწყენი თამაში, მაგრამ რას ვიზამთ. აქ პირველ ადგილზე ვართ, რა თქმა უნდა. ორი კვირა გამოტოვებს. ვინ იმას ისქნა? ამადი. პირველ ადგილზე ვართ, რა თქმა უნდა, Foden tops Premier League Sing charts. კარგი. მოკლედ სისტერებში. ოპა, Phil Foden. და Erling Haaland-მაც გამასწრო top goal scorer-ებში. აი შემდეგი თამაში Bournemouth-ი. მე თუ მოკლედ ოიმე კაზემი რომ უკვე აქ პირველი მეტრზე წითელი ბარათი მიიღო. აფიკაც დავჭით. ხო, მეგობრებო, რას ვამბობდით? კაი, გამახსენებ ალბათ რას ვამბობდი. ხო. მოკლედ ესე იგი მე რა ვთქვი რომ ბომბა ვიდეო მოვიერთო. კი, გამოდის ბომბა ვიდეო, მაგრამ იმიტომ ვიძახდი რომ ერთი თითხრიანი ვიდეო გამოდის თქო და რაც ძალიან კარგი იქნებოდა და ესეც მოხდა. ბომბა ვიდეო გამოდის, მაგრამ ყველაზე მეტ თამაში ჩავატარეს და ყველაზე ნაკლები ვიდეო, ანუ ყველაზე ცოტა ხნიანი ვიდეო გამოდის. რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ თუ თითხრიანი ვიდეო არ გამოდის, ჩვენ რა თქმა უნდა თამაშებს დავამატებთ. დიახ, თამაშებს დავამატებთ. აი დავიჭირე. ეს მოსაწყენი თამაში არ არის, მაგრამ მაინც გოლები არ გასულა ჯერ და აი პირველად გაიტანა ახლა რას მოსავლინდამა. ხონია რომ რიჯიკასთან უნდა გამოვტოვოთ. რავი, გული მიცნობს რომ რიჯიკასთან უნდა გამოვტოვოთ. ხო, ამ თამაშს მე გაგიტანეს გოლი რა. კაი არა ვშოს. ხო, გული მიცნობს რომ აქ რაიმე მეორე წითელი ბარათი. ეს იცი როდის მოგვივიდა? აი ადრე პირველი მეორე ეპიზოდი იყო გონი. ჯერ კი ეზამ რომ მიიღო და მე შოუა მე ეგრე იყო რა. ეხლა 9 კაცს რომ მოვიგოთ საერთოდ აქ ბოლთმუთს. ერთი სამწუხაროდ გაგვასწრო Manchester City. სამ თამაშით გამოტოვებს ორივე. დაგვემატა თამაში Doncaster-ი, ვიღაც Doncaster-ი, კაი. ალბათ გონი Doncaster-თან გამოვტოვებთ და რიჯიკასთან და Chelsea-სთან ვითამაშებთ. ხო, ეგრე ჯობია. Doncaster-თან გამოვტოვებთ. ვიცი რომ მოვიგებთ. კობი მინუ. ხო. აი ეგრე. კაია. მოვიგეთ 5-0. Newcastle-ზე უკეთესი გუნდი ვართ აქ. აქ რატო გადავედით ახლა ევროპა ლიგის მესამეადგილს? ჩვენ პირველზე უნდა ვიდეთ ხო? ამიტომ მე და თქვენ მეგობრებო რიჯიკას მოვუგებთ. აი ეს მოვიდა უგებს და რიჯიკას. კონი ეს რაღაც კონი რა ნეტა ფიქრობ ახლა რომელი ქვეყნის გუნდია ხუშა ნეაპოლიდან ისა დაიცა დინამო თბილისიდან ყაზანის რუბინში ჯერ მოსკოვი იყო ხო? მოიცადე ვიცი. მოკლედ. და ყვარა სადაც თამაშობდა იმის გუნდები ვთქვათ, ეხლა მოდი. პირველი დინამო თბილისი.
მეორე ეს იყო მოსკოვის გუნდი იყო, მოსკოვის გუნდი, რუსული გუნდი იყო. შემდეგი იყო რუსთავი პირდაპირ, მერე იყო ყაზანის რუბინი. ყაზანის რუბინიდან გადმოვიდა დინამოში, რადგან ომი დაიწყო რუსეთში. მერე დინამოდან ნეაპოლში და ნეაპოლიდან უკვე PSG-ში და PSG-ში გადავიდა თვარა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო. დიახ, და ლაიქოთ ვიდეო. მოვიგეთ რიჯეკერსთანაც 5-0 და ხო, და მეგობრებო, ბოლო სერიის ბოლო ეპიზოდის თამაშიც არის ჩელსი. მალე ვასრულებთ უკვე კარიერას. ხო, მოკლედ, სანამ დავიწყებთ შემდეგ თამაშს, ვიყიდოთ ახალი ფეხბურთელი. ჩვენ გჭირდება შემდეგი, ხო? შემტევი. არკადიუს მილიკი, ალექსის მერეტი, მოდი, ონანა ხო კაი ყავს. აი, მცველი ყავს ერთი ცუდი. თუ ნახევარდაცვა მგონია, რომ გავაძლიეროთ რა ნახევარდაცვა, იმიტომ რომ კოლაიერი და მენუ ისედაც მიყენია. ხო, ერთადერთი მიყენია კაზემირო. კაზემიროს წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამიტომ ჯობია ნახევარდაცვა ყავდეს ძლიერი. ზაირე ემერი. ხო, საიდან ავარჩევ, ეგეც არ ვიცით. აი, აქედან გონჯობია. რომ ახალი ვარსკვლავი ფეხბურთელები ყავდეს. ილქაი გიუნდოგანის კარგია იქნება გიუნდოგანი. დანის შებალიოს ესპანურად თქვენ. გავი, პარეხო, ედვარდო კამავინგა, ხავისიმო სერიალშია. არ ვიცოდი, ისკო. აი, ისკო. თუ ხითარიანი არა. მგონი ჯობია რომ გადმოვიყვანოთ ან ედვარდო კამავინგა, ან ხავისიმოს. ახალგაზრდები არიან მაინც. მგონი უფრო ხავისიმოს. ხო, ხავისიმოსი ჯობია, შავისიმოს. და გადმოვიყვანოთ. მე არ მინდა აბდენი. ძალიან ჩემ ბიუჯეტს არ დავხარჯავ, თქმა უნდა, 15 მილიონი. არაო. კარგით. ახალგაზრდებიც არის. ახალგაზრდა არის ზაირე ემერი, მხოლოდ ერთი, მარგარეტი ტილმანი, სუდაკოვი. სუდაკოვი ისე კაი იქნება. გიორგი სუდაკოვი. გადმოვიყვანოთ ჩვენ 9 მილიონად. არაო. აბა რამდენი გინდათ? 9 მილიონი არ გეყობათ ხავითან? კაი, გავი უფრო უკეთესია. გავის მოვიყვან 20 მილიონად. აბა. გთხოვ. არაო, რა ჩემი ბრალი არაო. ჯასტინ კლუივერთ არ მოვიყვან, შანსი არა. დანის შებალიოსი ან მაქტომინეი. მოდი, რომელი უფრო ორივე ერთი ისა პოლები არიან. წლით.
აი მოკლედ კონჯობია რომ დანიშებალიოსი ვიყიდოთ. უფრო ეფიცე და უკეთესიც და მაგრამ ვიყიდეთ 14 მილიონად დანიშებალიოსი მეგობრებო. მოვიყვანეთ ჩვენს გუნდში და აი ეხა უყურეთ მეგობრებო რა. აი მიდ ხო წერია 75 აი team management-ში. აი აქ შუაში ვარ team management-ი. რა წერია team management-ი. აი აქ ხო წერია 75. მინდი ხედავთ. თუ იცით თამაში ვინც აიცით მე აი დაგანახეთ რამენად აი ვარსკვლავები რო ხატი აი აქ არა ჩელსის გვერდზე არა. აი მენა ჩელსის არა. ნახეთ აი წონე ხაზი როა ხო იცი მაგის დაბლა რო ვარსკვლავებია. მაგის ერთით მაღლა რო წერია 75. აი მან აი ზუსტად მან. ეხლა ნახეთ შემოვიყვან აქ ჩვენ სად არის ისა სებალიოსი შემოვიყვანთ. აი 80 გაძლიერდა 5-ით გაძლიერდა. წამო ეხლა ვითამაშოთ ეპიზოდის ბოლო მატჩი. იმედია მიხოთ. მოკლედ მეგობრებო დაგებინეთ ამჯერად უკვე მეორე მნიშვნელოვანი თამაში. ისონდრო მარტინეზმა კარგად თამაშობდა დაცვაში. Jackson's დაუკლოვეთ მეგობრებო დარტყმა. აქ პერონისა რონალდო ონანა მაიღო პირველ შანსი. ათრია ხალხი ჩელსი სუელები თვითონაც სუელები მოგონი ფლანგი სუელი არიცი ზუსტად ერთს მოსიგებთ და დაბლოკა ეხლა დაიოტმა აქ მეორე გოლი სჭირდება დელიხტი არა სანჩეს აირან მეკარე სანჩეს კარში ადრე იმედგა ჩელსის საგამახსოვს ზუსტად არ მახსოვს ჩელსის კეპა არის ზაბავდა ესეც მოსაწყენი თამაში მაგრამ მოვიგეთ სამაშიც აქ მისო მეორე ადგილზე ვართ თული 4-2 ფინალში კი შეხვდებიან კარაბაო კაპში იცით რომელი გუნდები კარაბაო კაპის ფინალში შეხვდებიან ლივერპული არა ხო ნუ მოკლედ მეგობრებო რაც არის ხო მოკლედ ეს ბომბა ვიდეო იმედია მოგეწონათ ვიყიდეთ ძალიან კარგი ფეხბურთალიც მოდი გადავიყვანოთ ხლა ეზა აქ დესებალიოსი უკეთესია მოკლედ დღესაც ეს ხო იმედია მოგეწონათ იმედია იხალისეთ და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი ცოტა დაგვრჩა ჩელენჯის დასრულებამდე 4 დღე სულ 4 დღეში უნდა ავიდეთ 20 გამომწერზე და მე თქვენი მჯერა და 20 გამომწერს მე ძალიან მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებ ძალიან დიდ ვიდეოს მოკლედ მეხუთე ეპიზოდიც შედგა იმედია მოგეწონათ იმედია იხალისეთ და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და ნახვამდის peace